Georgia! Let's go, man! გილოცავთ. ვაუ, ვახჩემი. ეს იყო, რა ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი ქართულ შერეულ საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში და საერთოდ UFC-ს ისტორიაში. თითზეც ჩამოსათვლელები არიან ორი დივიზიონის ჩემპიონები და განსაკუთრებით featherweight-დან ვინც ავიდა 155 ფუნტში, მგონი კონა მაგრეგორი იყო ერთადერთი, ხო? თუ არ ვცდები. და ეს იქნება ჩვენი პირველი რეაქცია მე, ნოსტალ გიორგი სართანია, რომეო 50 ცენტერაძე, ქართული MMA-ის პროფესორი, ჩემი აზრით და ბევრის ტექნიკური ანალისტიო თუ რაღაც არ უნდა დაუძახო, ბიჭო, ანალისტ, მაგრამ ქართულად რა არის? ანალისტ არ არის? ანალიტიკოსი. ანუ ანალიტიკოსი. მინდა უთხრა ყველას, რომ დღეს არის კვირა 29 ივნისი და დასრულდა UFC-ს 317, სადაც ყველაზე დიდ ქარდზე, ანუ წლის ყველაზე დიდ ქარდზე, რომელიც არის საერთაშორისო Fight Week-ის ქარდზე მთავარი ევენტის ჩემპიონი, ახალი ჩემპიონი გახდა ჩვენი მეგრელიან assassin ილია და Top Gun El Matador ლეგენდა ილია თოფურია სამეგრელოს ულოცავ, საქართველოს ულოცავ და რავი, ესპანეთო არაფრის. სანამ ჩავთავთ Mators და Dance მინდა შევახსენო ყველას, რომ ჩვენ ვართ Fight Hop პოდკასტი, პირველი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი Spotify-ზე, Apple Podcast-ზე, YouTube-ზე. Fight Hop პოდკასტი, ეს არის ეპიზოდ 211, რეაქცია ილია თოფურიას ვარსკვლავის განათების ეპოქა. რომი, როგორ ახარ აბა? კარგად, იო, მადლობაში, როგორ ახარ? ბიჭო, მაპატია, ვიცი ძალიან გვიანაა შენთან და მაგრამ მინდოდა რომ მენახა ილიას გამოსვლა მე პრეს კონფერენციაზე რა და მაპატია რომ ესე გვიან მოგვიწია, მაგრამ მეც ფიქრობ რომ შენც ისე გიხარია რომ უეჭველი არ გამაზავდი, ჩვენ ჩაგდება გქონდა რამდენ გონი 2 კვირა და რა ვიცი, ახლა დავბრუნდით და კარგ ფეხზე დავბრუნდით რომი რა. კარგ ფეხზე დავბრუნდით და კი, ჩემთან გვიანია 3 საათია. მაგრამ ხო, ნუ დამიჯერეთ, ძალიან გახარებული ვარ მე არანაკლებ ყველა დანარჩენზე, უბრალოდ შეიძლება ეხა ისე ვერ გამოვხატავ, როგორც წესია და მშვიდია ხოლმე. ბაზარი არ არის. მაგრამ შინაგანად ძალიან ნერვიულობდი, გულიც მიცემდა. ძლივ შევიკავე თავი, მაგრამ რა ვიცი რა გითხრა, ფაქტია რომ ილია თოფურია შევიდა ამ გამარჯვებით, აი ამ ღამით შევიდა აი ძალიან მოკლე სიაში UFC-ს მებრძოლებისა, რომლებიც არიან აი განსაკუთრებული მებრძოლები ნამდვილად რა და ცოტაც და ალბათ უკვე ნახევარი ნაბიჯია ილია, სადაც არის იქიდან იქამდე რომ იგი შეუერთდეს ისეთი ხალხის სიას, როგორიც არის ჯონ ჯონსი, ანდერსონ სილვა, DJ და GSP რა. იმიტომ რომ ხაბიბებს, BJ პენებს, ფრენკი ედგარებს, კამარო უსმანებს ილია უკვე შეუერთდა და შეიძლება ცოტათი გადაუსწრო კიდევაც რა. კი. დარჩა შესვლა ამ სიაში, რომელიც არის ჯონ ჯონსი, დიმიტრი ჯონსონი, GSP და ანდერსონ სილვა. აი ეს 4-ეული, რომელიც მუდმივად გარჩევის საგანია და ილიას ალბათ
ცოტა დარჩა რომ აქამდე მივიდეს რა. კი და დღეს რომი რა დღეს შაბათს 2005 წელს 29 ივნის ილიასავით ამ სპორტში არავინ ანათებს დღეს. არა. ილია არის ის აი ზუსტად ის ვარსკვლავი, რომელიც ჩაქრა მაგრეგორის წასვლის დროს და აი ხა უკვე აიწყო დამონაცება ილია თოფურიას სახით რა. ჭირდება სუპერ ვარსკვლავი UFC-ს ჰაერივით ჭირდება. ყველა იგოძახდა რომ პერეირაზე რომ სუპერ ვარსკვლავია, მე ამას ვერ ვხედავდი რომ გზნობდი სიმართლე გითხრა. კი, რა თქმა უნდა ძლიერი მებრძოლი იყო, მაგრამ არ იყო ისეთი დონის ვარსკვლავი, ჩემთვის პერეირა და სიმართლე გითხრა, როგორც კიკბოქსერი და როგორც სტრაიკერი, არა, როგორც MMA-ის მებრძოლსაც, როგორც მაგხრივაც ძალიან ბევრი მინუსები ქონდა და ფაქტი მეთანხმები. იყო რომ UFC ცდილობდა რომ რაღაცნაირად მიიყვანეს კიდევაც მოკლე გზებით რაღაცებამდე. უნდა ითქვას რომ ილიას მიიყვანეს, იმიტომ რომ უნდათ ილიას სწრაფი ელევაცია, მაგრამ ილიამ ისეთ ხალხს მოუგო და ისეთ სტილში და ისეთი რაღაცები დაანახა და დაამტკიცა. ყველანაირი სტილის მოჭხოვარს ეს ეჭუბა ჯობასარია რა. უკვე. შეიძლება ვირი მიიყვანო წყაროსთან, მაგრამ წყალს ვერ დაალევინებ. ოაზე ხარ, ვერ დაალევინე ხო რა. ძალით ხო. ეხლა პერეირა ეხლა მას მოიგო ორი კამარი, მაგრამ ცოტა სხვანაირი გზა გაიარა. არა, უნდა ხარ გადავუხვიოთ. არ იყო პერეირა ისეთი ვარსკვლავი, როგორც ჭირდებოდა. ილიას ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს და რეალურია ძალიან, რომ ილია თოფურია ფაქტიურად შეიძლება უკვე აქედან ამ ხვალზე უკვე რო გათენდება, ხვალ უკვე სუპერ ვარსკვლავი იყოს რა, არა გამორიცხული. ბიჭო, ალექს პერერაც არ იყო, მაგრამ ავიდა წონაში. ოღონდ განსხვავება ის არის, რომ სანამ ავიდოდა, ავიდა დამარცხებით. მაგრამ ხო, რაც დაეხმარა მაგას ალექს პერერას და რატო გახდა? იმიტომ რომ ჭამა. ჯამა. ბევრი ჯამა. არა, უცებ მინდა არ დაგვავიწყდეს, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ქალბატონ ინგას. ეს ადამიანი აა არაჩვეულებრივი ადამიანია მართლა მთელი კულის ვიძახი, ამისი ბევრი მიზეზი მაქვს, ამას რომ ვამბობ, განსაკუთრებული იმას ვგრძნობ მაგ ადამიანის მიმართ სიმპათიებს, მაქვს პირადი მიზეზები ამისათვის საჯაროდ არ დავასახელებ, მაგრამ პირადი მიზეზი მაქვს არაერთი ამის სათქმელად. არაჩვეულებრივი ადამიანია, არაჩვეულებრივი დედა, არაჩვეულებრივი ქალბატონი, არაჩვეულებრივი ქართველია რა და მინდა რომ მიულოცო ეს გამარჯვება განსაკუთრებულად ქალბატონ ინგას, ძალიან გაფასებს ქალბატონ ინგა და Yes, brother. ბედნიერი ვარ თქვენი ბედნიერების იგარე გამო ხარ. რა. აი ინგა ძალიან მართლა ძალიან თბილი ადამიანი არის და აი როცა არ უნდა ყოფილიყო რომ რაღაც კონტაქტი მქონოდეს ყოველთვის სითფო მიგრძნია რა და ვიზიარებ შენს მასზე და მინდა ვთქვა რომ დიდი მადლობელი ვარ ანუ ყველა ქართველისთვის ვინც იყო დღეს იქ რა იმიტომ რომ დიდი მომენტი იყო ჩვენთვის ხო გესმის ანუ რომაც იქ იყო დოლიძე იქ იყო გურამი კუთხეში იყო ალექსანდრე ჰედ კოუჩი არის მერაბი იქ იყო ხო გესმის დაჟე ჩვენი ძმა ვახტანგ ჭუმბედიძე იყო კუთხეში ტალბოთან და რავი რა ყველას ულოცავ ძმებო მომწერა კიდევაც ვახონ ქართულმა ჭიდაობა ნახე რა ქნა მომწერა კი სხვათა შორის უცებ აქვე ჩავაყვეხებ ჩემ ბოლო ვიდეოს გაგზელება იქნება პატარა ექსტენშენი იქნება აი რასაც ვსაუბრობ კიდე კაი ეს ხალხი მაინც რო იქ არის და ხმაურშტეხენ თორე ახლა პრესკონფერენციაზე ერთი 15 კითხვა დასვეს ესპანელმა ჟურნალისტებმა და ერთი ქართველი ბიჭი ყავდა რომელმაც ორი კითხვა ჩააყვეხა კიდე კაი რა არ ვიცი მაგისტრატ სეტანტა იყო თუ ალბათ სეტანტა იყო ძმაო ჯიგრები ხართ საღორო კაცი მაინც ყავდა და ჯიგრულად დაებაზრა ილოს და ქართულად ალაპარაკა ამ მომენტში მნიშვნელოვანი არის არ არის ვიცი რა სეტანტა იყო თუ არა არ ვიცი მაგრამ იყო რა ხო და კიდე ის უნდა ვთქვა რომ რავი ისა სანამ გადავალთ რა დღეს რა თქმა უნდა ეს რეაქცია იქნება ჩვენ სტუმრები გვეყოლებიან მაგრამ სანამ გადავალთ რა აუცილებლად მინდა რომ მოვიკითხო ჩვენი ძმა და მეგობარი ბენო ადამია რომელსაც აუცილებლად აქტიურად იგივე დღეს ქონდა ბრძოლა დღეს და
ვიცი რომ გაუჭირდა ძალიან წონის კლება და ექიმებმა ურჩიეს რომ აღარ გაეგზელებინა და ანუ კამარი დათმო, მაგრამ მე პოზიტივი დავინახე ამაში, იმიტომ რომ ის მაინც მოახერხა და გამოვიდა და იბრძოლა რა. და როცა ესეთი რომი შენ უკეთესად იცი ჩემზე ძმაო რა, აი ილია თოფურიასაც ქონდა ერთხელ მგონი ესა ჩარლზ ჯორდეინს ხვდებოდა რა. და ძალიან ცუდი წონის კლება ქონდა და დაჟე ვერც გამოვიდა რა, ექიმებმა რო უთხრეს რომ აღარ გამოდიო რა, მაგრამ აი ბენომ ყველაფერი იქნა გამოვიდა იბრძოლა დაჟე 5 რაუნდი და ბევრი იძახის რომ საჯების გადაწყვეტილება არც ისე ზუსტი იყო. სიმართლე რო გითხრა მე ვერ უყურე ამ ბრძოლას, იმიტომ რომ რაც არ უნდა მეჩალიჩა აპლიკაციაზე, ოქტაგონის აპლიკაციაზე ჩინეთიდან ვერ გადავიხადე და ვერ ვნახე, მაგრამ YouTube-ზე უყურე ადამიანს, რომელიც უყურებდა რა. და open scoring, ანუ გახსნილი ესა აქვს რა, გახსნილი ქულები აქვს რა და open scoring-ი MMA-ში რა, ყო ტენისი ხო არა ჩემი. ნუ ეგ კიდე სხვა საკითხია, მაგრამ ბენო უნდა მოვიკითხო რა, ბენო რა, შენ ხარ ძმაო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, კეთილი ადამიანი, ქართველი ჯიგარი ძმაო და ვიცი რომ დიდი მომავალი გაქვს, სადაც არ უნდა იყოს. გინდ ბანთამვეიტში, გინდ ახვიდე წონაში, გინდ დარჩე მე იმედი მაქვს რომ მალე პირადად დავებაზრებით რა ბენოს რა და მოკითხვა ბენოს მაო. ბენო მოკითხვა აქედან სიყვარულს გიგზავნით მაო. ეს დიდი შოუ გვაქვს. ძელი შოუ გვაქვს. დღეს გიორგი ფეიქრიშვილი გვეყოლება, ჩვენი ძმა და მეგობარი იუთუბერი. რომელსაც თავისი YouTube არხი აქვს, იგი საუბრობს ამაზე ილიასთან ერთად და ასევე შემდეგ გვეყოლება თენგო სეფიაშვილი, ჩემი მწვრთნელი, ამერიკაში ქართული MMA-ის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და მე სულ მაქვს თენგოს ოთის გავალაპარაკებით, როგორც ყოველთვის თავისებურ ხედვას გაგვიზიარებს, რაც ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა თენგოსთან საუბარი რა. ანუ დღეს მარტო არ ვართ, გვეყოლება პირველი mainstream წარმატებული და ლეგენდარული ქართული კოუჩი, რომელმაც პირველად მიიყვანა ქართველი UFC-ში ლევან მაყაშვილის კოუჩი, Mutant MMA-ის თავარი მწვრთნელი და ფლობელი თენგო სეფიაშვილი ნიუ-იორკიდან. პირველი ქართველი UFC-ის მებრძოლის მწვრთნელი ამერიკაში და ამერიკაში ქართული MMA-ის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი არის თენგო კი. მაშინ ამერიკაში ქართული MMA არისო, ამის მეასედიც არისო, რაც ახლა როცა თენგოს ავდა თავისი გუნდი შეკრული აქ და ბიჭებს გზას უკვალავდა როგორც მწვრთნელის და როგორც მენეჯერიც ამერიკაში რა. რომი, მოდი სანამ თენგო შემოვა რა. რატო გვანერვიულე ყველა ილია თოფურიაზე მეტად? ფაქტია რომ ბრძოლა წავიდა იდეალურად. ნაკაწრის გარეშე გამოვიდა ილია, 3 წუთის შიგნით დაამარცხა ერთი რაუნდის კი არა, დაჟე 3 წუთის სამოყვარულო რაუნდი დაჭირდა ერთი ილია თოფურიას. სამოყვარულო რაუნდის ხანძლივობა დაჭირდა ილია თოფურიას იმისათვის რომ ჩარლზი გაესწორებია მიწასთან და რა თქმა უნდა იდეალურად წავიდა, მეტი რო არ შეიძლება იმდენად იდეალურად წავიდა. უბრალოდ ერთი რაღაცა თითქოს უსამართლობაა ის რომ ილიას ამხელა უპირატესობა აქვს ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან, თუნდაც რომ მოუწიოს თავიზე უფრო მაღალი სკილების მქონე მებრძოლთან ბრძოლა, ხო? თუნდაც რომ მოუწიოს თქვათ, ხო? იმდენად ძლიერი დარტყმა აქვს, რომ შეიძლება შეცდომის ნახევარი შეცდომაც კი არ აპატიოს და მომაკვდინებელი გახადოს თავისი მოწინააღმდეგისთვის, რაც ძალიან სანერვიულო მიზეზი არის ყველასთვის მაგის მომავალი მოწინააღმდეგეებისთვის რა. Coach Professor X Mutant MMA-ის დიდი მოკითხვა. თენგო როგორ ახარ? დიდი მადლობა რომ კიდევ ერთხელ ჩვენთან ახარ.
როგორ ისიამოვნე დღევანდელი fight night main event-ით ბოშვისავით ვარ I can't stop smiling ისეთი გახარებული ვარ coach პირველად რო ქალებში გახვალ ხო? აი დაახლოებით ეგეთი ხო? ხო რაღაცაირად ესეთ იმიტომ რომ ვიცოდი რომ მოხდებოდა ეს ოღონ სამდი თვალით არ დაინახავ ხო იცი არ დაიჯერებ და ახლა ამ კურას ლაპარაკობდნენ როგორც შეიძლება მერაბა არის ყველაზე კარგი მოწყობარი in UFC all time ხო? ამ ღამის მერე ილიას ჩავარდა ლაპარაკში. So წარმოიდგინე რამდენი ვართ რომი 4 მილიონი? დავართ 4 მილიონი, არა ვართ 4 მილიონი. რამდენი ვართ? 3 მილიონი ნახევარი ვართ გონი მთელი 3 მილიონი ნახევარი და ორი ჩემპიონი და თანაც ორივეზე ლაპარაკობენ ყველაზე კარგი in the world. ახლა თუ არა ვარ დალოცულები ახლა I don't know what. კი, ნამდვილად ეს არის გასაოცარი და პარადოქსია ნამდვილად რა შეუძლია მართლა ქართულს და როგორი მართლა დალოცული ერი ვართ რა. გიორგი ფეიქრიშვილი შემოგვიერთდა. გიო გამარჯობა. გაიცანი. გიო ეს არის ჩემი მწვრთნელი და ქართული MMA-ის სულის ჩამდგმელი ამერიკაში. თენგო სეფიაშვილი. გამარჯობა. გიორგი კიდე ერთი ქართველი იუთუბერია თენგო და ჩვენი მეგობარია. და გიო გირჩევდი რომ ძალიან გულდასმით მოусმინო თენგოს ბევრ რამეს ისწავლი მისგან რა. ანუ დღეს როგორ კეთილი იყოს ხო კეთილი იყოს შენი დებიუტი კეთილი იყოს შენი დებიუტი ასევე ჩვენს შოუში რა. დებიუტი არ არის დებიუტი ქონდა უკვე ედგარ დავიდს. დებიუტი ხო ქონდა მე ცოტა გათიშული ვარ როდის ის ჩემს ვსაუბრობ თუ არა თენგო არის ისა old school თენგო არის old school რა თქმა უნდა ანუ მე ვარ ფსევდო დებიუტანტი არა ვსავითი არა დებიუტანტი არა ხარ დავიწყდა ამას უბრალოდ რა გიო კამერა შემოატრიალე რა და შეივსება ყველა კარგად იქნება რა და ეხა რას ვიძახთი რა რომ დღეს ისეთი ზეიმი არის ჩვენთვის ისე გვიხარია რომ აი როგორ მინდა იცი გავაკეთო Ariel Halwanis რო აქვს 5 საათიანი შოუები რა და ერთი 7 გესტი რო ყავს რა ეგრე მინდა რომ ვიჯდე რა და ყველა შემოვიდეს რა გინდა სომეხი იყოს გინდა ინგლისელი იყოს სხვათა შორის იცოდით რომ არა მარტო ესპანელებს აქვთ სოსისი ინგლისელებსაც აქვთ სოსისი სავალო იქვია shout out პადი პიმბლიჩუ ეგრა მოხდა ჩემ ხო იცი მაგის თარგმანი გავაკეთე და YouTube-ზე ავტვირთე და დამაკოპირაითეს. ახლა რაღაცებს ჩალიჩობ, რომ მეთქი რაღაც ფილტრები დავალო. პირდაპირ გადავთარგმნე ყველაფერი და მოდი ეგ მაგარი რთული საქმეა. მოდი სანამ დავიწყებთ რა უფრო ხალისიან და რაღაც მომავალზე საუბარს, მინდა დავიწყო თენგოთი coach როგორ შეასრულა ეს ბრძოლა როგორ უპასუხა ყველა კითხვას, რომ ყველა იძახდა, რომ ძალიან პატარა გადავა თუ არა მისი ძალა, გადმოიტანს თუ არა, აი მაგაზე რას ფიქრობ, როგორ შეაფასებდი ილიას გამოსვლას, coach? As a coach, ვიცი რომ უფრო ძნელია რომ პატარა ადამიანს ეჩუბო. ვიდრე მაღალ ადამიანს. თანაც ილიას სიმაგრე არის მაგის ბოქსის შიგნით შეშლა და ზუსტად ვარდება სახე სადაც ჭირდება so ჩემთვის deficiency არისო ვიცოდი რომ ძალა იქნებოდა ოღონ ნაბაროტაც მუშაობს თუ როგორც ჯან ჯონსი ხარ და გესმის შენი დისტანცია და გესმის როგორ არ შემოიყვანო ადამიანი და აწამო დისტანციით ესეც შეიძლება რომ გაკეთდეს ოღონ არავინი არ არის არც 145-ში და არც 155-ში
რო აქ ესეთი understanding of distance. აპატიე ხომე ქართულად არ ვიცი როგორ თქვა. დისტანციის გრძნობა. შეგრძნება. არა, მე ვიტყოდი რომ ვოლკანოვსკის აქვს კაი დისტანციის შეგრძნება, მაგრამ გაბარიტები არ აქვს, ისეთი გრძელი ხელები და ფეხები არ აქვს მაგას. კი, მაგრამ განსხვავება ხო იმაში იყო, რომ ვოლკანოვსკი უკან მიდიოდა, მაგრამ ჩალზი სულ წინ მოდის. ეგეც რა თქმა უნდა. ხო, ეს ლაპარაკი იყო, რომი ჩვენ ვილაპარაკეთ თუ არ ვიცი. მე მგონი ჩემ შვილსაც ველაპარაკე. ახლა ყველა ამბობდა წინ მოდისო, ხო? და წინ მოდის ეს ერთი რაღაცა არის. კი არა რომ ძალიან დებილურად წინ მოდის. უფრო კარგი არის პატარა ადამიანისთვის, რომ ვინც შიგნით შემოვა შენთან უკვე გაჭრის დისტანციას, უფრო რომ შენ გეხმარება. ხო, შენს გასაკეთებელ საქმეს ნახევარს გიკეთებს რა. გიკეთებს, ხო. ეს მოსაძებნი არ ყავს, მოდის შენსკენ. რაც ილიამ გააკეთა ამაღამ, ხო? ბეიტი მისცა ჯაბებით. ხო. უთხრა მოდიო. და უკვე ან ვიდეოებით უკვე იცოდა რომ მარჯვნივ მოვიდოდა და ახლა მე რო ვასწავლე კლასს ხომე ან თავს გავწევთ ან ხომე პერის გავაკეთებთ ხო და მოწუბებს ყველას მოწონს ორივე გაიგე გაწევენ და პერის გააკეთებენ ერთად და ყველა მოსვეუბნები აბა იფიქრე ტვინით გამოგადგება ესა you know რა გააკეთა ილიამ მარჯვენა უკვე დაყენებული ქონდა მაგისი პერი გააკეთა აცილა ხელი და დარტყმა უკვე ქონდა ერდელოდა რომ ისა გამოვიდეს ხელი უკან დაიდოს სხვა რამე მოიფიქროს იქვე უკვე ბუმ ბუმ თანაც ისე ჩქარა გააკეთა მარცხენა ჰუკი რომ მოხდა აქ მოხდა რაღაცნაირად კისერში მოხდა so ისე ჩქარა გაუკეთა it was beautiful თითქოს მატრიცაში იყო მესეჯ დავესწრება დამჭა და შენელებულად ხედავდა მოწინააღმდეგეს რა იმდენად სწორ დროს დაუკაუნტერა ის მარჯვენა ხელი რა ანუ ხო არის რომ ზოგი ელოდება ჩხუბობს და გამოგიქნევს რაღაცა მოძრაობას გააკეთებს და გიბრუნებს არა ამან შუა ანუ მე თავისი მოწინააღმდეგის რიტმი გახლეჩა შუაზე რა ის რომ იწყებდა მოძრაობას მაგის დაწყებიდან დამთავრებას შორის შუაში გააკეთა თავისი დარტყმა იდეალურად გააკეთა რა ძალიან მაგარი ბიჭია ძალიან killer instinct ყლელის ინსტინქტი ქვია მაგას ნამდვილად და მოდი რა გიოს შევეკითხები რა ძმებო რა იმიტომ რომ ვიცი გიოს აქ ბევრი სამუშაო რა და არ მინდა რომ ყველა ესე იყოს და პაყოფი ვერც იმუშაოს მაგრამ მადლობა coach შენი ინფუტისთვის უბრალოდ რეაქცია მაინტერესებს პირველი რეაქცია რა გიოსი რა იმიტომ რომ მე ჩარლზ ოლივერა მაგრამ ევასება და მგონი ყველას ევასება არავინ არ არის რომ ვერ იტანდეს რა მაგრამ აი უცებ რომ ეს ნოკაუტი მოხდა უცებ ვიყავი ფეხზე გიჟივით და აი ვიგინებოდი რა ბოლო ხმაზე რა ვიღაცას ვაგინებდი რა და უეჭველი ჩარლზ ოლივერას არ ვაგინებდი იმიტომ რომ მაგრამ ევასება რა მაგრამ აი რაღაცა ინსტინქტი გამოვიდა აი მაგარს ვიგინებოდი რა აი თელ პედის მოახლოებას ხსნოდი შენ პედის მოახლოებას ხო და შენ რა რეაქცია ქონდა რა და როგორ გაატარე ანუ ეს ღამე არ ვიცი ამ ივენტს გონი პირველად იყო რომ ქართულის ივენტს პირველად მოვუყურე მარტო არ ვიცი შეიძლება რაღაც ისეთი იყო მაგრამ ცოტა განმარტავება მინდოდა ამ ივენტთან რა ცოტა ესეთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ყველასთვის მაგრამ ჩემთვის რაღაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ წინა ილიას ბრძოლის შემდეგ იმდენად ინსპირირებული ვიყავი საერთოდ ილიას მაქსთან მოგებით რომ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა რა და დავიწყე ის რა ქვია ეს რასაც ვაკეთებ ეხლა და რატომაც ვარ აქ ხო და ეხლა სიმართლე რო გითხრა ემოცია არ ვიცი როგორ აღწერო ჯერ არ
ერთხელ უყურე მარტო ბრძოლას, ჯერ ვერ ხვდები რა ხდება, რა დაიდო, საერთოდ საქართველოს რა გაგვაჩნია, რა განძი გვაქვს. ხო და ნენელა ვაცნობიერებ რა, ეხლა თქვენს რო გისმენთ, რაღაც ისე უკვე ჩაიარა რა, ეხლა ნენელა ეს პირველი ტალღა მომხვდა. და არ ვიცი, სიმართლე რო გითხრა, უბრალოდ აი ბრძოლის მიმდინარეობა კარგად არ მოხდა, ერთი მახსოვს რომ რაღაც მომენტში დავიძაბე ძალიან, როცა ოლივეირა ჩავიდა. იმიტომ რომ მაშინ ზუსტად გავალე პარალელი მახაჩევს და ილიას შორის, მახაჩევს და ჩარლს შორის რა და წარმოვიდგინე მანდ რომ მახაჩევი ყოფილიყო ხა როგორი სიტუაცია იქნებოდა და რაღაცნაირად შემეშინდა, მაგრამ როგორც კი დაარევერსა, всё რა მომეშვა, მეთქი აი he is the one. ანუ ისედაც ვიცოდი რომ he was the one, მაგრამ ამ შემთხვევაში რაც ეჭვი მქონდა რომ დაუშვათ ფიზიკურობაში თუ ვიღაცას შეეძლო რომ გალიასთან დაეჭირა, გადაიყვანა პარტნერში, როგორც ერთხელ ბრაის მიჩელმა გადაიყვანა. ამ შემთხვევაში მომეშვა და აი მაქედან უკვე ვიგძენი რა, ეხა ასე რომ დადგა ჩალზი, უკვე ვიცოდი რომ ძალიან მალე დამთავრდებოდა რა, დაახლოებით, არ ვიცი, შეიძლება უფრო მალე ველოდებოდი სიმართლე რო გითხრათ დასრულებას, ცოტა მესმის, რასაც იძახით შენ, მესმის ხვდები კარგად. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩარლზი არ არის მახაჩევი, არც ეგეთი ფიზიკურობა აქვს და არც კედელთან მუშაობის და ჭიდაობის ტექნიკა აქვს ისეთი, როგორც მახაჩევს აქვს. და ზუსტად მაგაზე მინდოდა თენგოსთანაც საუბარი. აი იმ მომენტზე ვილაპარაკოთ კოუჩ, როცა ცოტა გრეპლინგს ჰქონდა ადგილი, ჯერ კედელთან, შემდეგ ქვემოთ რა. რა მოგეწონა ან არ მოგეწონა მან? ეგ მაინტერესებს. ჩარლზ სიმაგრე არის წელი რო აკითხავს. ხო, კი. ეს არის რთული რაღაცა. ოღონ თუ შეეძლო ეღო წელი ილიასთან ეს ვერ გააკეთა. ამაზე იყო ჩემთვის, აი ჩემ თავში ლაპარაკი იყო, შეუძლია რომ ილიას წელი აუღოს. ანუ უკნიდან coach. Take the back or Yeah, take the back. ანუ ზურგი coach. ზურგის აღება. ხო, ზურგი coach. ზურგი მე მეგონა წე, იმიტომ რომ back ზურგი მივხვდი მე და მაგიტო ხო, შეუძლია რომ ზურგი აიღოს, იმიტომ რომ მაგის სიძლე არის ესა. და ვერაუღო. და ტესტიც არა გვაქვს. აბა თქვათ აუღო, okay? რას გააკეთებდა? ესეც თავში ხო უნდა თქვა, ზოგი დღეს რო უყურებდი ჩუბებს, პენტოჟა ხო იღებდა წელს. Kai Kara friends. და ყველას ვეუბნები გრუპში და რესტორანში ვიყავით და ყველას ვეუბნები მიკვის როგორ არიან პროფესიონალები და არც იციან ამ მომენტში რა გააკეთონ. როგორ გაექცენ და როგორ მოიხმარონ ეს სიტუაცია, რომ შეგიძლია ცუდი სიტუაცია რომ მოიხმარო და შენთვის და უფრო კარგი სიტუაცია გაყადო. არ იციან ბევრმა ხალხმა. ახლა მე კი არ ვამბობ რომ ილიამ იცის ან არ იცის, არ ვიცი. ოღონ ეს იყო ერთი რაღაცა ჩემ თავში, თუ შეუძლია ჩარლზ რო აუღოს ილიას წელი. ვერ აუღო. ფეხი კი დაუჭირა. იმ exchange-ში ფეხი კი დაუჭირა. ოღონ ვერ გაუკოთა ილეთი ის heel hook ვერ გაუკეთა. უკვე გამოიღო knee line. ჩხარა გამოიღო. საკმარისად ღრმად არ იყო ფეხი რა. ხო, ღრმა, ხო. გამოიღო და უფრო მეტი ხალხი რას გააკეთებდნენ, თუ მაინც გამოიღო ფეხი, მუხლი გამოიღო იქიდან ადგებოდნენ და წინ წავიდოდნენ და ის დაიჭირებდა და შეიძლება ან takedown-ი გააკეთოს ან წელი აუღოს, ოღონ არ გააკეთა, რომ ნახა მომენტი, რომ შეუძლო რომ მაგის სიმძიმე შეუტანა დაარტყა სახეში. არ ვიცი თუ ხალხმა მიხვდნენ, ძალიან კარგად მოხდა იმ მომენტში ოლივერას. და რო უკვე ადგენ ფეხზე, რომ
რომ აუშვა ფეხს, ახლა წარმოიდგინე, კაცი ვინც კარგად არის და დაჯერებულია თავის თავზე, იქვე ადგებოდა ფეხზე, არ ადგა, დაწვა, ესე გააკეთა და დელოდა, არც უნდოდა. თან სისხლი მოდიოდა უკვე. სისხლი მოდიოდა, თანაც პირველ exchange-ში უნდოდა რომ დაიჭიროს, ხო? იმათ უკვე ყველას უკვე ჩაფიქრებული ქონდათ ილიას არ ვეჩუბებით. უკვე იცოდნენ, okay? ოღონ ვერ აკანტროლეს. ვერა. ვერაფერი ვერ გამოუვიდა. არ მგონია რომ ჩარლზ არის უკვე იცი რა არის ილიას სიძლიერე. არიან ბევრი ხალხი UFC რო გაზდის როზდის მოჩუბრებს, ხო? აჭმევენ ძველებურ ჩემპიონებს. და იქიდან ცოტა confidence აიღებენ უფრო თავდაჯერებას. კარგად იცნობენ თავს და დაჯერებული იქნებიან, იზრდებიან. ილიამ სხვა გზა აიღო. ილიამ უფრო მეტი უსახელოებიცემა ნაკაუტში ჩააგდა და უკვე თავისთავი ნახა in the big leagues. უკვე მზად იყო რომ კამარი აიღო. და ყველაზე კაი მოჩუბრები ნაკაუტში ჩააგდო როგორც არაფერი, როგორც არც არიან კარგი მოჩუბრები. თანაც fan favorites. ყველას ეგ არის ზუსტად ყველას თუ გინდა რომ ეს მაგასთან დაკავშირებით შეიძლება მეც რო თქვა შეიძლება ერთ რაღაც გისმენთ. ეხლა დღეს გამახსენდა კაკრას საუბრობდი ვიღაცასთან თქვი არ მახსოვს. მოკლედ რამდენიმე კვირის წინ BJ Penn-მა რა თქვა ილია თოფურიაზე რომ ილუმინატი არისო რა, კაროჩე 1000 ერთხელ ეგრეო რა, ევლინებაო ადამიანიო, რომელიცო თითქოს წინასწარ განზრახული რაღაც გეგმის მიხედვით ხალხს დომინირებს და როგორც აწყობს რა მსოფლიოს და მერე ისე მოხდა რომ ეს BJ Penn-ი კაროჩე გიჟად გასახდა, გიჟია, რაღაც დაიჭირეს, ცოლს რაღაც მოჩვენებები, რაღაცეები ხო ხდები და ბრახა უცებ ესეთი რაღაცეები ხდება რა ეხა სამყაროში გიჟია თუ პირიქით ხო? გიჟია თუ პირიქით გენიოსია ხო? ხო და მე ვფიქრობ რა ხო გახსოვს ადრე იმან ვიღაცამ თქვა მგონი რომელიღაც რეპერი იყო რომ თუ ბოქსიო რაიან გარსიამ რო თქვა ერთხელ რომ რაღაცეები ხდებაო იქო და რაღაცეებიო და მე უცებ ისე მოხდა რომ თითქოს ეს გიჟია რა ხო და არ ვიცი რაღაცნაირად დავაკავშირე ეს და თქვენ რას ფიქრობთ მაგის შესახებ მოდი აი ოღონდ ორი წამით ვისაუბროთ თქვენ რა თქვი ილუმინატი თქვი ხო რაღაც აი მასონური რაღაც ოკეი კაი ხო გამიგია გაიჟღერა ამ ვერსიამ და არა BJ Penn-მა თქვაო ეგრე რა ანუ გამიგია ესეთი რაღაცეები ოღონ იცი რა how do you say shortcut to thinking maybe shortcut to thinking maybe yeah ხების მოჭრა ანუ არა ეს არის რაღაც ყველაზე მარტივი გამოსავალი აუხსნელ რაღაცაზე ხო რას აკეთებს არის ფიქრო გეზარება და რაღაც დუელებული ფსიქოლოგიური psychological and philosophical tricks რას ვამბობ რომ ილიას ესმის რომ ვიღაცას თუ ჩაუდებს თავში რაღაცას ხო იმდელჯერ იტყვის რომ უკვე opponents-ად ჯერია კაიგე ფსიქოლოგიური ჭკვიანი ბიჭია ესმის ეს მაგრეგორის თამაშებია ხო მაგრეგორის აკეთებდა ამას ხო ოღონ ყველას არ შეუძლია გააკეთოს იმიტომ რომ შენ შეგიძლია ჩაუდო თავს და შენ თავზე არ იყო დაჯერებული ოღონ თავის თავზე არის დაჯერებული იმიტომ რომ უწყობს ფიზიკურობას უწყობს ინტელექტიც უწყობს ხელს და განვითარებას ეხლა და აი მე სულ ერთ რაღაცას ვამბობდი ყოველთვის რა და განსაკუთრებით ბოლო ხანებში ვამბობ რომ მე როდესაც უკვე დავიწყე UFC-ს ყურება მაგრეგორის დაღმასვლა იყო და დაღმასვლა იყო მხოლოდ მაშინ როდესაც მან გადაუხვია იმ გზას რომელიც არჩეული ჰქონდა ხო და იმ დრომდე სანამ ილია ამ გზაზე დგას მას ვერაფერი ვერ დამარცხებს ჩემი აზრით
მხოლოდ თვითონ შეუძლია თავის დამარცხება და ჩემი აზრით ილიას მაკგრეგორის სახით ისეთი მაგალითი მე ხა ვერავინ დამაჯერებს რომ ილიას კუმირი არ არის მაკგრეგორი ვერავინ დამაჯერებს მაგას და რაც არ უნდა ტრეშ თოკი თქვას კონორზე ვიცი რა გულით მჯერა რომ ეგრეა ხო და ისეთი მაგალითი აქვს მაგას კონორისგან აღებული რომ არ ამგონია რომ ილია ოდესღაც წააგოს UFC-ში არ მხოლოდ UFC-ში არამედ შემდეგ ბოქსში აპირებს გადასვლას ველტერვეითის მერე დიდი ალბათობით და რა ვიცი სიფრთხილე მაინც საჭიროა ყოველთვის უნდა ყავდეს შენი ყველაზე ახლო ადამიანები ხეხის წაცდენა ხო იცი როგორი ერთი წამია ტაისონმაც ძალიან მაგრად თქვა ეგ ერთხელ როდესაც შენ უყვარხარ ღმერთს უყვარხარ ეშმაკსაცო რა ხო ზუსტად ორივე შენი თავისთვის იბრძვისო და ასე რომ თუ ეშმაკს ბიჭო თუ ფული ეშმაკს so let's enjoy right აგერ ხემაგდა მივარტყი სამჯერ იმედია სანამ დედა ყავს ილიას გვერდზე და ურში ორივე არიან სხვანაირი ადამიანი მეკგრეგორი ნამდვილი ეშმაკია კაი სულ იყო ვიდეოები იყო მაგასზე სამკალთან კოკაინს აკეთებდა ეს უკვე ჩემპიონი რო იყო კაი შენ თუ დააკვირდე ილიას კუთხა უკან რომ მიიხედო ხომე აი როდგას იქა და აი გურამ მაგიშვილი ქონდა ხელში კაიგე მოიცოლი შემოვიდა აკოცა ბოში მოიყვანა აკოცა არიან მოჩხუბრები რომ შემოდიან ცოლები ისინი რაღაცა და აი ვაფშე არც უყურებენ კაიგე მარტო როგორც ტროფი არიან ილიას უყვარს მაგის ოჯახი უყვარს მაგის lifeილი ადამიანია ზოგადად ხო ისა ოჯახის ადამიანი არის და გამოვიდა და თანაც თუ დააკვირი დღეს ცომა გაუწმინდა აქა არ ვიცი თუ ბერმახა ფანერი ბონდი აქვს მაგ ოჯახს არ უნდა მაგისი ცემა არ უნდა კაიგე და ილაპარაკეს და დააფასა აი კაი კაცი დააფასა და ეს მარტო ილიას შეეთვალა. სულ ყოველთვის კაი რაღაცას აკეთებს ჭუბის მერე. ჭუბის წინ შეიძლება ცოტა გამოვიდეს როგორც კაკი, ქართულად როგორ უნდა თქვა კაკი? ამპარტავანი? ამპარტავანი. I guess so. არ ვიცი ეს სიტყვა. ოღონ მერე იცი რომ ნამდვილი თვითონაც კაი კაცია და კაი კაცს აფასებს. Okay. ოღონ ესმის არის მაგისი პროფესია, რა ჭირდება მაგის პროფესია და რას გააკეთებს. მზად არის. არ ვიცი თუ თქვენ უყურეთ ინტერვიუს, ოღონ რაღაცა შეეკითხეს და აი როცა შეუერთეთ რაც გიორგიმ თქვა illuminati და რაღაცა and I say it's philosophy and psychology. რა თქვა მე უკვე ჯერაო და მე ნახულობ სხვა ხალხს დახედება ჭირდებაო და მე დაიჯერებენო coach ძალიან მაგარი ხარ რა მე ვიტყვი თუ შეიძლება რა ქართულად რა ანუ თქვენ რო დაიჯეროთო ჯერ უნდა დაინახოთო და მე ჯერ ხედავო და მე ვახთენო რა დაახლოებით ეგრე გამოდის. მე რაც მომეწონა ყველაზე მეტად, ხა თქვენ რასაც ლაპარაკობთ ფილოსოფია გასაგებია ყველაფერი, მაგრამ მე რაც მომეწონა ყველაზე მეტად რაც მაგან თქვა დღეს პრესკონფერენციაზე, რომელიც გიომ მაიძულა რომ მენახა, იმიტომ რომ მე პრესკონფერენციაზე როგორც წესი არ ვუყურებ ხოლმე, მაგრამ იმდენი ხანი მაწვალა. ეს ახლა უნდა ჩაუჯდი, აბა რაც თქვა ყველაზე მეტად ის მომეწონა რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხა რომ ეხა ტოპ 5-ში შენს წონით კატეგორიაში რომელი არის ყველაზე easy fight-ი, ყველაზე ადვილი fight-ი და ილიამ უპასუხა ადვილი ჭუბი არ არსებობსო რა, მაგრამ მე იმდენ სამუშაოს ვაკეთებ და ისე breakdowns ვაკეთებ ჩემს მოწინააღმდეგის სტილს წინასწარ რომ მე ვაადვილებ უკვე ამოცანას ჩემთვისო რა. მე ვხდი ადვილსო რა. ხო უნდა გეყურებინათ ბავ, ესე ჭკვიანურს ვერ იტყვიდია ვერაფერს ამ შოუზე. აი მაგითო უნდა უყურე ხოლმე პრესკონფერენცია. მე ლუკ ტომასაც ჩაუჯდებოდა და არა ჯერ არავის არ ჩაუჯექით არა იმ და ველოდებოდით და გვინდოდა რომ ბოლომდე მარტო მადლობა იმიტომ რომ ვიცი რომ ქართულად
ვერ ვიტყვიდი ეს ლამაზად ორივე თქვით რაღაცას რას ვფიქრობდით მადლობა იმიტომ რომ სწორედ თქვით იმიტომ რომ ეს ყოველთვის რო იგებს ეს ბიჭი რაღაცას ამბობს რომ უფრო მიყვარდება გაიგე რაღაცნაირად მგონია არ ვიცი ახლა ყველა ვიყავით 20 წლის 25-ის 30 იმ დროს ავართ magical და ყველას არა გვაქვს ჩანსი რომ რაღაცა ესეთი რაღაცა დიდი გავაკეთოთ და თელ ქვეყანას ვაჩვენოთ ვინა ვართ და ღმერთმა რა მოგცა გაიგე ოღონ ბევრ ხალხს აქვს კაი რაღაცეები შიგნით გაიგე და ამ კაცს ღმერთმა მისცა ჩანსი და თანაც ისეთ რაღაცებს ამბობს რომ ბევრს არ შეუძლია ახლა ხალხს უყვარს რომ დაუძახოს ილია James Bond villain ოღონ they're gonna realize soon James Bondia ანუ James Bond-ი რო უარყოფითი ტიპებია ეგუნდათ რომ იყოს მაგრამ ძალიან მალე mature გახდა რა ძალიან მალე დაგვინდა ილია აი თუ დავაკვირდებით კიდევაც რა პირველი ინტერვიუები როგორი ქონდა რაღაც ძალიან ასე ვთქვათ თავის თავზე მაღლა კი არ ხდებოდა და მხარეზე მაღლა არ ხდებოდა მაგრამ იძახდეს რაღაცებს რომ მინდა რომ სოფლიოში ყველაზე მდიდარი სპორტსმენი გავხდე და ეგეთი რაღაცები და მე უფრო გაარეალურა მისი შეხედულებები სოფლიოსი ნახა რა შეუძლია რეალურად სადამ შეუძლია მერთმა მისცეს მაგრამ უკვე აღარ ჭირდება მაგის თქმა აქ უკვე საკმარის მაგრამ აი რას ხომ ვიცი რომ დაუშვათ აი ზოგი ინტერვიუში იძახდა რომ მე მინდა რომ ყველაზე მდიდარი სპორტსმენი მე თქვა რომ აი მე მაგალითად არავის არ ვეჯიბრები ფულში და მე ის მაქვს რაც მაქვს და всё რა მეტი აღარაფერია მე არა ეგ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სპორტსმენი ისე როგორც სპორტსმენი და როგორც პიროვნება ერთნაირი სისწრაფით ვითარდება და ძალიან მაგარია ეგ ილიას აყავს ძალიან დიდი გუნდი რა აი ყველაფერში ყავს ყველაზე საუკეთესო პროფესიონალი და არა მარტო ერთი ადამიანი არის რა ანუ როგორც ყველა იძახის რომ კომბატ სპორტში არის გუნდიო ილია არის ბრანდი და ყველაფრის ანუ გილბერტ ბერნზი იძახდა მგონი კოუჩ რა სანამ ჩემპიონი გახდებოდა ილია რა პირველად რო იყო ჩასული მაგათან კლუბშიო ეს ვაფშე ვინ იყო არ ვიცოდითო რა და მასთვის შემოვიდა ერთი 100 კაცითო მასაჟისტის მასაჟისტის აუ მაგაზე გამახსენდა უკვე თავიდანვე გზნობა ქონდაო რომ ჩემპიონი იყო რა სანამ იქნებოდაო რა კოუჩ რა მაგაზე გამახსენდა მაგარი რაღაცა გიო თენგო მირეკავს ერთხელ რა და არჩე თენგო მეუბნება ბიჭო წეღანო გილბერტ ბერნსის ინტერვიუს მოусმინეო მე მასვიდალის ინტერვიუს მოусმინეო მე უსმანის ინტერვიუს მოусმინეო მე იმის და ამ კაცო ამ თოფურიასო რაღაცა სასწაული აქვს ჩადენილი იქ ფლორიდაში და მიდი ერთი კითხე გაარკვიე რა ვინცემა და რამდენჯერო რა და მეთქი იქ რაღაცები აქ რაღაცა სასწაული რაღაცები გაკეთებული როცა იყო მაშინ მართლა ფლორიდაში ეს ყველას გადაურბინა თავის წონის ირგვლივ და გაგიჟა მართლა ეს ხალხი რა მაშინ წლების წინ ალბათ არა მხოლოდ თავის წონის ხალხი ხო არა ნუ ეხა მაღალ წონებში ცოტა სხვანაირი სიტუაციაა მაგრამ თავის წონის ირგვლივ და მაღლებზე თქვეს კი მაღლებზე თქვეს ბიჭო აი მე რისი ჯერა იცი ხო იყვნენ დარბაზებში ესეთი კამანდა იყო ხოლმე რომ დიდს რო ხედავდნენ ვინმეს რა უნდებოდათ რომ აი ეს დიდი დაემარცხებინათ რა ეგეთი როჟები ხო იყვნენ ადრე ნუ ეხაც რა თქმა უნდა არიან აი მგონია რომ ილიასთვის ეგეთი რაღაცები ჩელენჯია რა ანუ აი მხოლოდ როგორც კომპაუნდ როგორ არის ქართულად ერთმანეთს დაწყობითი რაღაც რო თქვა გასაგებია მაგრამ მიაქვს კარიერა 170 პაუნდის კამრის გამარზე გაწევა ეხა მე არ მინდა ფარი ფოფერი ვიყო მაგრამ ეგ ცოტა კი არა აბსოლუტურად აგერ შენ და აგერ მე და გეუბნები კი ბატონო ღმერთს მაქნას უწდებოდი მაგრამ აწლივს მაო პადიპიმლეტის ჩხუბის მერე ვიღაცა გაეძრო რა next არის პადიპიმლეტის ჩხუბის მერე ჩემი აზრით next არის welterweight ილიასთვის იმიტომ რომ პადიპიმლეტი უფრო რთული ბრძოლა იქნება ვიდრე ჩარლზ ოლივერა და ალბათ ამ ეტაპზე პადიპიმლეტი ამარცხებს ჩარლზ ოლივერას I disagree
პატივის წემით მოგისმენთ coach. Only იმიტომ რომ ახალგაზრდა არის. მარტო ამაში. თუნდაც. მარტო ამაში. თორე Paddy Pimblett არ არის უფრო მეტი კარგი გრაპლერი ვიდრე Oliveira და არ არის უფრო კარგი დგომის მოჭუბარი than anybody his fault. და თანაც Paddy Pimblett ძალიან ზუდის tendency ჩვევი რო ისრის ხო ხელები დაგდებული აქვს სახე აწეულია. ხო, იმიტომ რომ სოსისების ჭამა უნდა coach. ბატონო სოსისების ჭამა უნდა და მაგიტო წევს რომ პირში სოსიჯები ხო? პადიზე მოსულა რა, იმიტომ რომ ეგ ძალიან მე არასდროს არ ეგეთ რაღაცებს არ ვიძახი ხოლმე, просто პადიზე მოსულა რომ აი ეგეთ რაღაცებს ვაკადრებ რა. აი ამ შემთხვევაში ხა აი რაღაცას კიდე ვიტყოდი ამასთან დაკავშირებით, ხა რომი კი არ მეთანხმება, მაგრამ მაინც ვიტყვი რა, იმიტომ რომ ესე დარწმუნებული ვარ რომ ასე არის რა. ყველა ბრძოლა რომელიც UFC-ში ქონდა, არც ერთი არ ყოფილა ან თანაბარი წინა ბრძოლისა, ან უფრო დაბალი რანკის ბრძოლა, ასე რომ ვთქვათ რა. ყოველთვის იყო განვითარება ოპონენტში. ეხლა მგონია რომ Paddy Pimblett კი მანიფაითი არის, მაგრამ 1000 რაღაც იცვლება, ყველაფერი ხდება. Jack Della Madonnina's საჩხუბი აქვს მახაჩევთან. იქ რა მოხდება ღმერთმა იცის. Paddy Pimblett Jack Della Madonnina მოიგებს. მაგას არ უნდა დაელოდოს ილია, ჩემი აზრით. მაგდენად კარგად არ ვიცი. ჩემი აზრითაც დიდი შანსი აქვს რახან ვოლკანოვსკიმ ასე კარგად ეჩხუბა მახაჩევს, მაგრამ ხო იცი მაინც დაღესტანელები არიან და მაინც რაღაცას მოიფიქრებენ რა. დიდი ალბათობით ჩემი აზრით მოიგებს კიდევაც მახაჩევი და კაკრას ეგ მინდა რომ მახაჩევმა მოიგოს იქ, ილია ავიდეს ზედაწონაში და დალეწოს მახაჩევი. ეგ იქნება super fight, ეგ იქნება Dana White-ის fight. ბაზარი არ არის. Triple C plus BMF belt. მე უფრო მეტად ახლა მე სხვა აზრები მაქვს რომისთვის მithქვია მე და რობინ დავაკვირდით ამ ბიჩ ბევრი ხნის უკან Paddy Pimblett Jack Della მეთქი Paddy Blonde bitch ახლა მე მახსოვს მე დავაკვირდი პირველად რომის ახსოვს რომის დააკვირდა პირველად მაგრამ დიდი ხანია სანამ მე ბებერი კაცი ვარ რომის დაუჯერო სანამ Jack Della Madonnina კამარზე მოიაზრებოდა, ანუ ჯერ კიდე კონტენდერებში რო ჩხუბობდა, მაკედან მოყოლებული ვსაუბრობთ, მე და თენგო მაგბიძე ორში ესე ცალკე რა. და ჩემთვის, აი როგორც MMA coach, და როგორც აი ნამდვილი ფანი ვარ ამ სპორტისთვის. მარტო როგორც მოჩხუბრის ფანი კი არა, ყველაფრის ფანი ვარ. გომის, Muay Thai, boxing, footwork, jiu-jitsu, wrestling, ყველაფერი მაინტერესებს. და თუ გინდა რომ ჩემს სახეზე ღიმილი იყოს, რაღაცა ახალი მასწავლე რომ არც ვიცოდი. ეს არის ჩემი ყველაფერი. და ჩემთვის ილია და Jack Della Madonnina არიან რაც მინდა ამ სპორტში რომ გაიმარჯვოს. გაიგე? მე მიყვარს კაც რომ დგომი ძალიან კარგად ესმის. აი მაგარ დონეზე, როგორც მაგარი ბოქსიერი, როგორც Mayweather-ი და Lomachenko-ები და Ali, ყველა ესეთი ხალხი რო ესმის ბოქსი ამ Muay Thai რო ესმის, grappling-ი რო ესმის, ჭიდაობა რო ესმის, იქამდე რომ აი ნამდვილი მოჩხუბარი ხარ. არიან მოჩხუბრები, არაფერი ცუდი არ მინდა ვთქვა, არავისზე. არიან მოჩხუბრები, ერთ რაღაცაში კარგი არიან და ისე კარგი არიან, რომ უგებენ ყველას, გაიგე და ეს არის მაგითი სტრატეგია და ღმერთმა გაუმარჯოს ყველას, ვინც აკეთებს, ვინც არ უნდა იყოს, ოკეი? ხაბიბი იყოს და ვინც არ გინდა რომ იყოს. დროებითი არის, ეგ უბრალოდ დროებითი ჰაკი არის, ასე რომ ჩეთია დროებითი, რომელიც ძალიან მალევე იხსნება მერე და ხო, და
აი Jack to me არის ზუსტად რანეირის მოჩუბარი მინდა მე გავზარდო. გესმის? ილია არის to me რანეირის მოჩუბარი მინდა რომ მე გავზარდო. გასპინალი კიდე. ხო, ახლა არ ვიცი 100%-იანა თორემ მე მგონი Jack მოვიდა ბოქსიდან, მე ისავა ჯუჯიტსუ და ესეთი მოჩუბარია. ოღონ ჩემთვის მე უფრო მგონია თუ კარგი მოჭიდავი ხარ პირველად, ხო? და კარგი ათლეტი ხარ, უფრო ადვილია რომ დგომი ისწავლო და შეგიძლია მიაღწიო ესეთ რაღაცას. უფრო მეტად ხალხი ვინც მაგარია დგომში ვერ აღწევენ ჭიდაობა. არ ვიცი, უჭით. ხო. You know, სული შესწავლია ჭიდაობა. მინდა რომ Jack-მა მოუგოს Makachev-ს, Makachev-ი წავიდეს და მოვიდეს საქართველოს დღე. ჩვენ არ გვჭირდება დაგესტენელები რომ ვცემოთ, რომ მაგრები ვიყოთ ჩვენ. ეს არის ჩვენი მომენტი. და წავიდნენ და იყვნენ და დარჩენ როგორც არიან. და ღმერთმა გაუმარჯოს, მაინც ჩვენი ნათესავები არიან რაღაცნაირად. თქონ, you know, ბრუტალი ნათესავება. კი, ინტერესი მაქვს საქართველოსი, ინტერესი მაქვს აი შვენიერი მოჩხუბარის, აი გემრიელი მოჩხუბარი. So Jack და ილია ჩემთვის არის გემრიელი მოჩხუბარი. კი ბატონო. ეს მესმის რომ არ არის. coach მესმის რომ შენთვის Jack დელამადალენა დიდი ხანია უკვე ჩვენთან რო იყავი მგონი 2 ეპიზოდის წინ მაშინ ახსენე შენ დაჟე Jack დელამადალენა და მესმის მაგრამ ანუ ჩემი აზრით პოტენციურად ყველაზე დიდი ბრძოლის დაკარგვის ვარიანტი გამოდის თუ მახაჩევმა წააგო. ბიჭო, აქიდან მოყოლებული აწი უკვე ხო? ილიაში თოფურიას შესრულებით ყველა ბრძოლა დიდია რა. ბაზარი არ არის ყველა ბრძოლა. აქამდე უფრო ჭირდებოდა. რომელი ბრძოლა უფრო დიდი იქნებოდა ეხლა ჩარლზ ოლივერა რო იყო დღეს, თუ მახაჩევი რო ყოფილიყო, ხო მახაჩევი უფრო დიდი იქნებოდა. ხო და რომელი ბრძოლა უფრო დიდი იქნება ეხლა მახაჩევი რო შეხვდეს რომ დაამარცხოს დელამადალენა თუ დელამადალენა. რა თქმა უნდა მახაჩევი არის ყველაზე დიდი ბრძოლა ეხლა. მაგაზე გასაკუთრებით მაშინ ძმაო არ ვიცი. Okay, გიო შერას. გვესმის შენი მედგაცრუება უბრალოდ კარიერის ნებისმიერ ეტაპზე არსებობს ესეთი რაღაცა, როცა მოგდის მარტივი ნადავლი და თუ არ გამოიყენებ დაიჭირდი მაგისთვის რა. ამიტომაც რავი, რაც არის ეგ არის შევირგოთ და მე მახაჩევიც იქნება. რა თქმა უნდა შენ 100% კი არა 110% გეთახები რომ მე მაგალითად დაჟე ჩემ ჯიბიდან ამოვიღებდი ფულს და დავდებდი იმის გამო რომ მენახა დაუშვათ უფრო მეტად მახაჩევი და ილია და თან ხინჯი ხომ აქამ მახაჩევის მიმართ რა არ ვიცი თან კაი ტიპია თან არ მევასება იმიტომ რომ არ ეჩხუბება ილიას რა როგორც ამბობენ ლეგასი გაურბიან აშკარად ხა და რა ვიცი მე უფრო ეგ მირჩევნია და აი კოუჩი ამბობდა წეღან ისეთ მებრძოლებზე რომლებიც ვითარდებიან და ბარემ აი ერთ მებრძოლსაც გამოარჩევდი რომელიც ჩემთვის მაგალითად რა ძალიან მაგრად განვითარდა არის მერაბის მომავალი მოწინააღმდეგე კორი სენთეგენი რა ერთ-ერთი ეს არის კიდევ რომელმაც ძალიან განავითარა თავისი ჯიუჯიტსუ და ერთ-ერთი ყველაზე საშიში ამ დივიზიონში და აი ამაზე მაინტერესებდა უბრალოდ თქვენი აზრი აი უცებ რომ მითხრათ რას ფიქრობთ აი შეკითხვა თენგო შენთან გადმოვალთ მე მეკითხები გიო ოკეი იცი რაღაცნაირად გეთანხმები, ოღონ არ მგონია კორი სენჰეიგენ არის ის ზუსტად რაც მე მაქვს ჩემ თავში და მე მგონი მერაბა ადვილად მოუგებს კორი სენჰეიგენს. მერაბა ჩემთვის მე ვიცნობ რამდენი ხანია მაგისი ძულები არის როგორც ქვა. მაგისი სხეული არის როგორც ხე. ხალხი ვერ მერაბას მოგება ახლა დაჯერებული მერაბა არის. მერაბას მოუგია არადაჯერებული მერაბას. როცა ავათ იყო უძი დღეს არის გარეშე
დაჯერებული მერაბაც დგომშიც გაიზარდა არ იყო გაიზარდა ორი სენჰეგენ კი ახლა ვიცი რომ მერაბას ჯობია კიკბოქსი 100%-იანად ეს არ არის კიკბოქსი მაგისი გრაპლინგი მაინც არ არის ახლა რო შევადაროთ უმარის ჩხუბი მაგასთან და მერაბა უმართან მერაბამ თუ გადაუარა უმარს სენჰეგენს ჩაკეცამს ადვილი ჩხუბი იქნება მერაბასთვის საინტერესო კი არის ახლა საინტერესო არის იმიტომ რომ anything can happen და იმიტომ ხალხს უნდა ახალი ხორცია აი რომის არევასება MMA მათემატიკა coach და ალბათ ეგრე გამოდის რომის ბევრი რამე არევასება MMA მათემატიკა და საერთოდ მათემატიკა და სწავლა და წიგნი ხო? ხო ხა კორი ვარჯიშობს რაიან ჰოლთან ერთად ვარჯიშობს კორი სენჰეგენი და რაიან ჰოლი ვიცით ხა რომ არის ერთ-ერთი გამორჩეული ჯუჯუცუში და აი მერაბის სტილი რომელიც არის ზუსტად მაგის ასე რომ ვთქვათ საწინააღმდეგო არის ის და ჩემი აზრით თქვენ ასეც იძახით ხა არის აბსოლუტურად სწორი და მერაბი დგომში ისე განვითარდა რომ შემდეგი ბრძოლისთვის შეიძლება არც მოუწიოს საერთოდ გადაყვანა კორი სენჰეგენის და ფეხზეც დააფინიშოს შეიძლება რა ერთადერთი ეს ცუდი აზრია შეიძლება არა ვარ სწორი ოღონ არ მგონია ეს ცუდი აზრია ცუდი არა მერაბას უფრო მეტად გამოუდის მაგის დგომი იმიტომ რომ ხალხს ძალიან დიდი შიში აქვს მაგის ჭიდაობის და მერაბას თავისი რაღაცები აქვს ახლა არაფერი ისეთი რომ არავის არ დაუნახია ოღონ პატარა თავისადაც აქვს კაი ერთი ინჩი აქვს და ხალხს დეტალები აქვს ვიღაცას ვეუბნებოდი მელაპარაკებოდნენ მერაბაზე და მეუთხარი აი martial artists უნდა რომ აი ეს ილეთი ისწავლონ მე ეს და ეს და ეს და ეს და სანამდე იქამდეავლიან ეს ავიწყდება გაიგე რაც მიიყვანა იქამდე თავიდან რაც იყო მერაბას აი თავისი 3-4-5 რაღაცა და ისდება იქამდე მეტი არა you know what I mean ამაში ისეთი კარგია რომ ხალხი ვერ უძლებენ და თანაც ჟილკიანია ცოცხალია მე ახლა რომ ეჩხუბა იმას ომალს თუ დააკვირდი მესამეში რომ გამოვიდა მაგის თვალს თუ დააკვირდი რო უკვე აღარ ევასებოდა ჩხუბი და რო უკვე აღარ აინტერესებდა ამასთან თამაში მაგის სახეს თუ დააკვირდი ხალხს უთხარი ოკეი უკვე всё მესამე რაუნდია და всё ახლა უნდა მოკლას არავინ არ ელოდებოდა coach მაგას აი უკვე მოჭერილი რო ქონდა და უჭერდა რა მაინც ყველა იძახდა რომ არა აქ და უცებ ხოლმე ხარ he's tapping და გიოზე მინდა თქვა რომ აშკარად ვეთანხმები გიო ანუ რაც თქვი ახლა შენ რა რომ თლიანად დგომში იყოსო ჩემი აზრით მე ეგრე მივიღე რომ მერაბის სტენდაპი დგომში ყველასთან შეუძლია მართლა რომ დგომში იბრძოლოს რა ოღონდ რო თქვა რომ მერაბმა არ უნდა იხმაროს თავისი შესულები და ჭიდაობა ეს უბრალოდ რა ვიცი მაგრამ აშკარად რავი coach Tango რაც ჯონ ვუთან გადავიდა ვეგაში აი ეს ბრძოლები შონომალისთან და ნურმაგომედov და ხო ეტყობა გაზდა დგომში ეტყობა იმიტომ რომ ჯონ ვუდს ნამდვილად ესმის ლაპების დაჭერვა და ჯონ ვუდს მაგასთან კი არაკეთებს რაც შეიძლება სხვასთან გააკეთოს იცის რაც რა არის მერაბას capacity იმაზე მუშაობს და ზდის და უფრო უწევს მაგის capacity შეგიძლია ადამიანი აიყვანა და Mayweather style ხო იცი ლაპები დაუჭირო და არაფერი არ ისწავლოს ოღონ
ჩვენი კაცია ეს John Woods და იცის როგორ გაზარდოს მერაბას სწორედ იქ ვთქვათ ნიუ-იორკში ახლა მე არასოდეს არ დამინახია მაგარი ლაპისტი იქა და მაგარი ისა და 100%-იანად John Woods გაზარდა მერაბა კი ოღონ მე ხო ბევრ ხალხს ვიცნობ იქა და მერაბა ისეთი კაცია ჩხუბი რო აქვს ხო მოვა და 1000 შელ გაიმეორებს რაც უნდა გააკეთოს ბევრი ხალხი არ აკეთებენ ამას მერაბასნაირი შრომის მოუნარიანობა და ის კონდეს ყველა ქართველებს ხო და რაც ყველას არა 5% ხასიათი რაც მაგან გააკეთა რა ეხა მე ჩემი თვალით მაგ ნახი მივიდოდი ვარჯიზე ეთყოდი ლონგოს სად არის მერაბი თქო და ეხა მოვიდა სამსახურიდან რომ მივიდოდი რა ვახარ რა შვები მეთქი ეთყოდი რავი კარგად და არა და ვხედავ დაღლილი აქვს ტარია ის იმდენი ნამუშევარი აქვს ტროიკაზე მაგრამ შევარდებოდა გამოიცვლიდა გამოვიდოდა და მე 4-5 საათი ვარჯიშობდა რა და ამის თავი ყველას არა აქვს ნახდათ რა და ზუსტად აი ეს არის მაგისი ნაყოფი რაც ეხა მოიმკა და რასაც გადის ცხოვრებაში აი ამ მართლა დათმო თელი თავისი ფიზიკა და ოფლი და სისხლი დაღვარა იმდენი ტრავმები აქვს გამოვლილი ჯერ კიდე UFC-მდე მაგას რომ ეტანოიდნენ და 3 2 1 0 and lift off ილიათი დავიწყეთ, მერაბზე გადავედით, უკვე საათზე მეტი მივდივართ და მაინც დღეს არის ილიას დღე რა და მინდა რომ ისევ ილიათი გადავიდეთ და ანუ შენ თუ ხარ матчмეიკერი, გიო შენგან დავიწყებ. უბრალოდ ვინ უნდა ვის მიცემდი შემდეგ ოპონენტს ილიასთვის. და შემდეგი თენგო რომი. ისლამსა და მას შორის გამარჯვებულს შეგძლებს გამარჯვება. Coach. ეს ამოვკაჩეთ ლისტი 155, ხო? არა ილიასთვის, ნაზისთვის. და ყველა სახელები წავიკითხე. ილია ყველას მოკლავს. It doesn't make sense. არა ვისაძლებ. Coach ვისაძლებ. ყველას უგებს. Harry Pimblett. Okay, coach. რომი შენ ჯერია. ნუ ახლა მე მინდოდა ცარუკიანთან ბრძოლის ნახვა. პირადად, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ თვითონ ილიამ გამოთქვა სრული პედისთან, ალბათ პედი. მაგრამ მე ცარუკიანთან, მაგრამ აი ახლა რაცა უნდა თქვა. მესმის მე რომ დენა განაწყენებულია რომ ხუბის დღეს ჩაეხსნა არმანი, ყველაფერი მესმის, მაგრამ სამი სხვადასხვა პასუხი იყო. გიომ თქვა მახაჩევი, თენგომ თქვა პადი ფიმბლეტი. მოდი რა შენ აი თქვი царუკიანი და ეხა ჩემი ჯერია და ოღონდ უნდა დამეხმაროთ, იმიტომ რომ აი ეხა ვინ უნდა იყოს როგორც თქვია dark horse. მე თქვი გამარჯვებული. ჯერდება მაგდანეს და იმას შორის. Okay, got it. აი dark horse ვინ იქნება ეგენი თუ არ იყვნენ? აი უკვე რთული არის რა. მე მგონი Paddy Pimblett არის dark horse. ასპინალი. კი. მე აღარ დარჩა, გეიჯი დარჩა მარტო. Coach, Holloway Poirier მაგარი ბრძოლა არის რა და I don't know. იმათო გითხრა არ მაინტერესებს. ეს უკვე Gaethje Holloway Poirier ბებრები არიან უკვე წავიდნენ უკვე რაღაცა არ ვიცი რა ამიდორები გაზარდონ რაღაცა გააკეთონ იმიტომ რომ უკვე ახალი სისხლი გჭირდება და Paddy Pimblett ჩემთვის ახლა მაკაჩევი მინდა გიო
მე კი არ ვამბობ რომ არ მინდა მაკაჩევი ოღონ მაკაჩევი უკვე წასული არის do you understand უკვე it's old news you know უკვე არ მოხდა არ ჩატარდა ესა წავიდა თავის საქმეებს ულის რო ჩაყვე ვიღაცას აქ მეორე გადაიდო ბატონო აი მე კითხო მაგ დამთავრდა თუ გადაიდო მე მგონი დამთავრდა შეიძლება მე მგონი რომ გადაიდო რა ახლა მე არ ვიტყვი რომ 100% მე მგონია იმიტომ რომ მე მგონია მართლა ჯაკ მოუგებს და იმიტომ დავთარდა და რომ მაინც რომ დაბრუნდეს და ილიას ეჩხუბოს ხო არ მისცემს ილიას ისე ჩხუბს უკვე არადაჯერებული მოჩხუბარი იქნება გატეხილი დაბრუნდება ხო გატეხილი დაბრუნებული იქნება თუ წააგო რა ხო ой მან დამთავრდება ეხლა მახაც შემო თუ ვერ მოიგო უკვე ილიასაც ინტერესი დაეკარგება და აი მაშინ ამ შემთხვევაში სხვა ბრძოლა გამოიკვეთება ილიას ოღონ ბოდიში for disrupting რომ მოიგოს არ დაბრუნდება ეს ხო იცი ეს ხო გესმით ყველა ილია ავა ილია უნდა ავიდეს კი coach არ უნდა ავიდეს ამაში I am against რატომ წარმოიდგინე უნდა ავიდეს ახლა 15 პაუნდი და weight cut-ის მერე კიდე 15 პაუნდი უნდა დაიმატოს უკვე no good ძალიან ბევრი წონა მე ექსპერტი ვარ სიცოცხლეში უყურე გეუბნები სიცოცხლე მეც coach დიდი მაიკები იმიტომაც ვია coach მეც ეგ არა დღესაც ეთყობოდა ილიას ის 11 კილოგრამები რაც ქონდა ნუ წინა წონასთან შედარებით რა არ იყო ისეთი ჩქარი ხო არ იყო ისეთი სწრაფი შეიძლება იმიტომ რომ არც ეგონა რომ საჭირო იყო არ ვიცი ჩხუბი არ ჩატარდა ბევრი ხანი არც გახურდა სიმართლე რომ გითხრა ხო ოღონ მე ცოტა დავაკვირდი რაღაცა ნელი იყო ჩხუბი და გიორგი ბოდიში I didn't want to cut you off ოღონ ხო აი მაგაზე კიდე აი ხა შემახსენეთ კარგი კითხვა მქონდა აი თქვენ ხა ძალიან მოგწონთ ჯეკ დილა მადალინა ხო და დაუშვათ ესე მოხდა რომ ილიას უნდა რომ ტრიპლსი გახდეს რა ეხა მაგის მიზანი არის ეგ ჯერ ხომ უნდა ფეზერვეითის ჩემპიონობა მე ლაითვეითის ჩემპიონობა და ამბობს აშკარად ეს ბიჭი რომ ანუ ინტერესია აქვს ჯერ ბელალზე საუბრობდა მე ისლამს აუყვების ზედაწონაში თუ დაუშვათ ჯეკ დილა მადალინამ მოიგო და ილიას არ ჰქონდა ინტერესი რომ ისლამ მახაჩევს ეჩხუბოს თქვენი აზრით რომ იჩხუბონ ჯეკ დილა მადალინამ და ილია თოფურიამ აი ამ შემთხვევაში რა მოხდება ჯაკ არ ჩავა და ილიამ არ უნდა ავიდეს ის 30 პაუნდი უკვე no good უყურე რა ხდება გიო ილია თოფურიამ დაიწყო კარიერა 135 ფუნტში ამიგე ანუ ჯეკ დილა მადალინას ფეხი თუ არ მოჭერი ისე 135 პაუნდს ვერავის ვერ შეასრულებს ძალიან დიდი განსხვავებაა ფიზიკაში ხვდები გასაგებია სკილები გასაგებია ყველაფერი მაგრამ წონით კატეგორიები არსებობს მიზეზით გამო არის ამის მიზეზი და იმიტომ არსებობს ეს საჭიროა და იმიტომ არსებობს ლილია შეიძლება სკილებით უნარებით ბევრად უკეთესი იყოს ჯეკ დილა მადალინაზე მაგრამ ის კაცი რომელიც ერთ დროს 135 ფუნტში 70 კილოგრამში იბრძოდა და 77 კილოგრამში გადავა კი ეტაპობრივად მაგრამ მაინც ეს ძალიან დიდი შეიძლება ვწდებით შეიძლება ილიას ისეთი ტიპი ჩანს და ისეთი გიჟი და ისეთი ჩანს შეიძლება მართლა გააკეთოს და გააკეთოს კიდევაც არა გამორიცხული მაგრამ ლოგიკურად ნუ ჩხუბში მოდი ისიც ვთქვა რომ ჩხუბში ლოგიკა მანდამაინც ბევრი არ არის მაგრამ ლოგიკურად ესია რა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გოუთი არის მენი პაკიაო რა 8 დივიზიონის ჩემპიონი ამაზე პასუხად რა უბრალოდ სადაც რომელმაც დაიწყო 50 კილოთი და 800 გრამით და light middleweight-ის 70 კილოგრამი ანუ 20 კილოთი მეტის ჩემპიონი გახდა და ჩემი აზრით ყველაფერი შესაძლებელია მთავარი აქ რა პირველი იქნება ქართველი UFC-ში რომელმაც 3 დივიზიონის თამარი აიღო ამი ბატონო მაგრამ კრივი სხვა სპორტია ძმა აბსოლუტურად ო ნუ მაინც ინსპირაცია ახლა პოზიტივზე მინდა რომ დავამთავრო რა იქნება თუ არა პირველი ქართველი coach records are made to be broken რომელიც აიღებს 3 დივიზიონის ტიტულს რა თქმა უნდა გვინდა და ვნახოთ
I mean, ახლა მე არ ვამბობ რომ არ შეიძლება რომ გაკეთდეს. ოღონდ სხვანაირი მიდგომა ჭირდება. calories და სისუქნე არ მოუხდება. ახლა თუ შეუძლია ამდენი muscle რო გააკეთოს და მაინც ჩქარი იყოს და მაინც აფეთქება ქონდეს რაღაცა შეიძლება რაღაცნა თქვენ გიყვართ ეს fantasy movie Lord of the Rings ის არ უყვარს you know what ძალიან დიდი ფანი არა ვარ მაგრამ ვიცი რომ ძალიან ესეთი წიგნი არის Aryan warrior tribe there's men კაცები Aryan elves ხო ეს ყურები orcs what you got the orcs სხვა რამე არის orcs არიან ნახევარი მკვდარი elves ეს უკვე სხვა ლაპარაკია და არიან რა ქვია the midgets პატარები როი რა ქვია რომი დამავიწყე სახელი dwarfs the ogres dwarfs ძალიან ძნელია dwarfs ძლიერები არიან კაიგე და ძნელია მაგათან ჩხუბები იმიტომ რომ უკვე წაქცეული გამოდის თავიდან უიდეს დაბლა ხო რომ ვიღაცას ეჩხუბოს არ შეუძლია რომ დაიკავოს მაგისი ბალანსი სწორე შეიძლება რომ გაკეთდეს მე არ ვამბობ რომ არ შეიძლება მარტო მე you know I would be against it Coach, you're talking about the famous novel Hobbit, right? Egari Hobbit. Yeah, Lord of the Rings, Hobbit, yes. Hobbit, yeah. Da machine is beჭედი არის UFC-ს კამარი რა. და Conor McGregor გამოდის Precious, ხო? My precious. მიგოლი. ის არის Precious, ხო? Precious gim მიგოლი. Gollum. Conor McGregor არის Gollum. აი ეხლა დღესდღეობით ხო რა after all the cocaine man. შეუძლია რომ ოღონ it's ბევრი არის 30 პაუნდი უკვე ავიდა და ახლა კიდე 30 პაუნდი რო დაემატოს კიდე 30 არა კიდე 15 პაუნდი ხო კიდე 15 პაუნდია არა ხო არ დარჩება ხო after weigh-in ხონდა უნდა ავიდეს კიდე 15 პაუნდი კიდე უნდა დაიმატოს ხო so ეს არის 30 პაუნდი არა რავი იძახის რომ 195 პაუნდი ვარო თუ 190 პაუნდი ვარო და მაშინ ну რა ვიცი ხა მე არა რეალურად მგონია დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი 170 ფუნტში ბრძოლა ილიასთვის რა აქ დავტოვებ ამას აქ დავსვამ წერტილს მეც არ ვიტყვი მე მინდა რომ არ ვიყოს სწორე და რაც თქვა დღეს რომ გაამართლოს ჩვენ გვჭირდება რომ ვნახოთ თვალი იმან უკვე იცის იმან ჩვენზე მეტი იცის let's go და მე მჯერა მისი ძმაო და ეგ არის let's wrap it up in a positive note რამე მესიჯი თუ გვაქვს მოდი რომი შენგან დავიწყებ თენგო მე გიო და დავხუროთ რა მესიჯი ერთადერთი ის არის რომ ესეთი ღამეები და ესეთი დღეები ესეთი გამარჯვებები უნდა გამოვიყენოთ ქართველებმა იმისათვის რომ შთაგონება ვიპოვოთ ერთობისთვის თუ კი ვინმე რამე გვაწყენია ვინმეზე რამე დაბოღმილი ვართ და რაღაცა დავივიწყოთ მაქსიმალურად გადავაბიჯოთ საკუთარ ეგოს და სიამაყეს და დავდგეთ ერთად იმიტომ რომ როდესაც იქნება ერთობა მართლა ვერავინ დაგვამარცხებს დღეს ჩვენ ქართველებს ეგ დიდი ხნის დავიწყებული გვაქვს და ნელ-ნელა გვეთხრება ძირი ესეთი შეგრძნება მაქვს მაგრამ აი პატარ-პატარა გამარჯვებებით სულს ვითქვამთ ხოლმე და მე ვეჭიდებით თავიდან სიცოცხლეს და ღმერთმა გვიმრავლოს ეგეთი გამარჯვებები და ღმერთმა ყველა აზრზე მოიყვანოს და არაფერი რაღაც სისულელების გამო ერთმანეთი არ გაგვეწიროს გიყვარდეთ ერთმანეთი და გჯეროდეთ ერთობის და ყველაფერი კარგად იქნება რა
სიტყვების გამო და უთანხმოებების გამო და აზრთა სხვადასხვაობების გამო ერთმანეთს ნუ შეიზიზღებთ ქართველებო რა. აი ნახე ბრაზილიელი და ქართველი ფანები როგორ იყვნენ ჯიგრულად, ყველა დროშებით სურათებს ერთად რო იღებდნენ და რაღაც. აი მაგას გაუმარჯოს. Coach, მიკროფონი შენია. I'm going to say old message. Kids, don't try this at home. I would მუსიკაშიც ვიყავი მე და იყო ბევრი ხალხი რომ თუ ამას მოწევ და თუ ამას გაიკეთებ უფრო კარგ მუსიკას გააკეთებ გაიგე და ტყუილის იყო და ვისაც გონია შეუძლია გააკეთოს იმიტომ რომ ლაპარაკობენ არ დაიჯეროთ ესა ილია არის ნამდვილი პროფესიონალი და ჯერ მუშაობს მე ნახულობს და მე ამტკიცებს ყველასთვის ოღონდ უფრო მეტი ვაკვირდები ქართველებს ბევრჯერ აკეთებენ გონია რომ indestructible in their გაუმარცხებელი ოღონდ სიმართლე არის ჯერ იმუშავე მე დაიჯერე ესა That's all I'm going to say. და მასე აკეთებს საქართველოს ნამდვილად. მოკლედ coach-მა ეს სცენა ამ სიტყვით მოიპარა იმით რა ქვია. First you believe then you see. ჯერა მერე ხედავ შედეგს. ეს ყველაზე დიდი სიტყვებია. ხო, ჩემი ერთადერთი რაც არის არ მოწიოთ, არ დალიოთ. აზარტული თამაშები არ ითამაშოთ, ივარჯიშეთ, enjoy life. ცხოვრებით ისიამოვნეთ და მიაღწიეთ მწვერვალებს. ეს არის სიგარი ხარ ძმაო და ჩემი ბოლო მესიჯი იქნება რაც გინდათ ისქენი ძმაო ჩვენ ვართ Fight Hop podcast-ი 211 ეპიზოდი და თუ გევასებით შემოგვიერთით გამოიწერეთ Spotify-ზე, Apple Podcast-ზე და YouTube-ზე. აბა ჰე